ემიგრაციის მარშრუტები. გამარჯობა, დღევანდელი გადაცემის თემა ემიგრანტების სამშობლოსთვის. გადაცემას გაუძღვები ჟურნალისტი ია მახარაძე, პროექტის ავტორი ნანა ლომიძე, ხმის რეჟისორი თინათი ნასამბაძე. გადაცემის თემასთან დაკავშირებით უპასუხებთ რადიო მსმენელთა შეკითხვებს, მიიღეთ მონაწილეობა ჩვენს გადაცემაში, შეგახსენებთ ტელეფონის ნომრებს 240 91 92 240 92 92. გადაცემა ემიგრაციასა და ემიგრანტებზე. ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს საღამოს 6-დან 7-მდე. ექვთიმე ისეთი ადამიანი იყო, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის უდიდესი მაგალითი ადამიანობის, სამშობლოს და მისი ისტორიის უანგარო სიყვარულის და თავგანწირვის. ყველაზე დიდ ცდუნებაზე ამაღლების, რასაც ფულის, დიდი სიყვარული და მომხვეჭველობა ჰქვია. ექვთიმე ასე ეწოდება ფილმს, რომელიც წმინდა ექვთიმე ამხსარებელს მიუძღვნეს უცხოეთში მოღვაწე ქართველმა რეჟისორებმა, ლოს-ანჯელესის კინოსკოლის კურსდამთავრებულმა ნიკოლოზ ხომასურიძემ და გერმანიაში მოღვაწე რეჟისორმა ლაშა ონიანმა. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან გერმანიაში მოღვაწე ქართველი რეჟისორი ლაშა ონიანი, ჰოლანდინა მარახტოგონეცე, ხოლო ნიკოლოზ ხომასურიძე ჩვენ ტელეფონის საშუალებით ჩაგვერთვება, ვინაიდან ბატონი ნიკოლოზი დედაქალაქში არ ბრძანდება. მოგესალმებით, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. ბატონო ლაშა, თქვენი სტუმრობა ჩვენთვის დიდი პატივია, მარეხი ხშირი სტუმარია ჩვენი გადაცემის, როცა სამშობლოში უწევს ჩამოსვლა ყოველთვის სტუმრობს და ძალიან საინტერესოა ასევე თქვენი გაცნობა ჩვენი მსმენელებისა და მაყურებლებისთვის, ვინაიდან პირველი სტუმარი ხართ ამ გადაცემაში, 7 წელია უკვე ჩვენი გადაცემა, რაც გადის ეთერში და ეს ემიგრანტებს ეძღვნება, წარმატებულ ადამიანებს და ბატონ ლაშა, მოდით დავიწყოთ მაინც ექვთიმეთი, ვინაიდან ჩვენი გადაცემის საავარი თემა ემიგრანტების სამშობლოსთვის და ეს დიდი პიროვნება, ნამდვილად ღმერთკაცი, მოდი ასე ვუწოდოთ, ამ ადამიანს იყო მაგალითი იმის თუ როგორ შეიძლება ქართველმა 23 წლის განმავლობაში თვითონვე ამბობს ციტირებას, ასე ვთქვათ, გამოვიყენებ ექვთიმე თაყაიშვილის, რომ იძულებით ემიგრაციაში მოუწია წასვლა, რომ შეენახა ეს განძეულობა 39.5 იყო, რომელიც 23 წლის შემდეგ ჩამოიტანა საქართველოში. რა არის თქვენთვის ეს ფილმი და რა მნიშვნელობა აქვს თაობებისთვის, რომ უფრო ახლოს გაიცნონ ექვთიმე თაყაიშვილი? თან ეს არის მხატვრული ფილმი და ალბათ ძალიან ბევრი იქნება რეჟისორის მიერ ჩადებული, ასე ვთქვათ, ინტერპრეტაციები, ასე ვფიქრობ, დოკუმენტებზე აგებული, მაგრამ მხატვრული ფილმი მაინც სხვა. პირველ რიგში მოგესალმებით. კეთილი იყოს ჩემი მოსვლა, რადგან პირველად ვარ. თქვენს მოგესალმებით და მსმენელსაც. მე უბრალოდ ერთი რამ შემიძლია თქვა, ერთი რამ არა, უამრავი რამ, რაც შეეხება ექვთიმე თაყაიშვილის, ანუ ფილმს, ამ შემთხვევაში ნიკოლოზ ხომასურიძე, რეჟისორი, რომელიც წლების განმავლობაში იყო ჩაფიქრებული ამ თემასთან დაკავშირებით და მან განახორციელა, რომ ეს ფილმი გადაღებულიყო. სულ რაღაც 3 გადაღება დღე გვაქვს დარჩენილი. როგორც ვიცი, უკაცრავად 3 წელია, მაინც ეს უნდა თქვა, მესამე წელი. 2 წელზე მეტი გავიდა, რაც მუშაობ. ეს არ არის შემოქმედებითი პრობლემა, არამედ ეს არის ფინანსების პრობლემა და ძალიან მნიშვნელოვანია, მინდა ვთქვა ესეც, რომ ეს არის ემიგრანტების ჩარიცხული თანხებით გადაღებული ფილმი, ანუ სახალხო ფილმია თქვენ აღნიშნეთ. არა, მაგრამ მე კი აღნიშნავ აუცილებლად, აქ არის მეორე ნაწილი, ჩვენ ადამიანები, ვინც ანუ უბრალოდ ხელოვანები, ვინც ჩავერთეთ ნიკოლოზ, ყველანი ვცდილობთ ჩვენი შესაძლებლობები ბოლომდე მაქსიმალურად გამოვიყენოთ. ეს ფინანსური მხარეა, ფიზიკურად შევძლებთ, როლებს თამაშობთ, მსახიობობა და ყველაფერს ვიღებთ ბოლომდე, რაც შეგვიძლია, მაგრამ არის მომენტები, სადაც რაღაც ნიუანსი აკლდება და ჩერდება რა. აი ამ გაჩერები ერთხელ გაჩერდა, მეორედ გაჩერდა, მე მივმართეთ იმას, რომ ეს არის თვითონ თემატიკაც რაღაც ესეთია, ხალხურია რა. ხალხის არის უпростоრად და უამრავ რაღაც ხერხებს მივმართეთ, პირველ რიგში ჩვენი ხალხის ნდობას მივმართეთ.
ნდობა გამოიხატება იმაში, რომ რამდენადაც ჩვენ შევძელით მიგვეტანა ხალხამდე ეს ინფორმაცია, რომ ეს ფილმი უნდა გადავიღოთ და ვამბობ, რომ 6000 ადამიანზე ავიდა ნიკოლოზმა, როგორც უწოდა, 6000 ადამიანს ექვთიმეს ლაშქარი, 6000 ადამიანის შემოსული წილი, ესე ვთქვათ, ადამიანური წილით შემოსული. და მაგის საფუძველზე ვიღებთ ამ ფილმს. ეხლა ეს სამი გადაღება დღე, ეხლა ვინც ფილმის გადაღება იცის და ტექნიკურად თუ როგორ სრულდება ეს ყველაფერი, მისთვის გასაგებიც არის. სამი გადაღება დღე კი ჟღერს სამ დღედ, მაგრამ ის სამი დღე საკმაოდ ნორმალურ ფინანსურ ხარესთან არის დაკავშირებული. ნენა გადაღებები არის, როგორც ცნობილია, ჩემთვის თბილისში და ბათუმში და ასევე საფრანგეთში, პარიზში, ლევილის შატო. კი, დაახლოებით 10-12 დღე ვიყოფებოდით საფრანგეთში გადაღებებზე, საკმაოდ საინტერესო დღეები იყო. და რეზო ჩხიკვიშვილი, რომელიც მთავარ როლში და გვეღიმება ხოლმე, რომ რეზო განცდა აქ, მსახიობია პირველ რიგში, რა თქმა უნდა, დიდებული მსახიობი. და განცდა აქვს ექვთიმეს შესრულება რაღაც ექვთიმემდე უნდა ჩამოხვიდე შინაგანად და აქვს იმ ადამიანს შინაგანი თვითონაც გავს რაღაც ხასიათით რა ეს და მაინც აი თქვენთვის რეჟისორებისთვის რა გამოწვევები იყო, იმიტომ რომ როგორც ცნობილია ძალიან ბევრი სიუჟეტია დამატებული, რომელიც არ არის ისტორიულად ცნობილი. თქვენ ერთი საინტერესო შეკითხვა დასვით რა, ემიგრანტებთან დაკავშირებით ამ ფილმის მიდგომა და მომავალ თაობებთან, ვინც ვინც ემიგრაციაში ან დაიბადნენ, ან პატარები იყვნენ, რომ მოხვდნენ ემიგრაციაში და მე გაიზარდნენ. ექვთიმე თვითონ როგორც მხატვრული ფილმი, რა თქმა უნდა, ყველა მხატვრული ფილმს პირველ რიგში რაღაც გართობითი სახე აქვს, მერე შემეცნებითი სახე აქვს, მერე ისტორიოსგებლური და ასე შემდეგ. განსაკუთრებით ჩვენთვის ქართველებისთვის, რა, ვინც ემიგრაციაში ცხოვრობენ, ის ახალგაზრდები ან ის ბავშვები, რომლებიც დაიბადნენ, გაიზარდნენ, იმათთვის საინტერესო ის არის, რომ პირველ რიგში აუცილებლობაა, რომ ქართველი როგორი შეიძლება იყოს, ჩემი აზრით, უნდა იცოდეს მან, იმიტომ რომ ის უამრავ სხვა ჯულის, ფერის და ესე და ესე შემდეგ ადამიანებთან იზრდებიან და მან უნდა იცოდეს პირადად მისი ქვეყნიდან წამოსული ადამიანი როგორ შეიძლება საუკეთესო ვარიანტი იყოს. და უნდა იცოდეს ჩემი აზრით რა. და ექვთიმე მაგალითი რო ვთქვათ, რომ ესეთი სამაგალითოა, რაღაც ცოტა შეიძლება ისე ჟღერდეს. თვითონ ექვთიმე არის ის ადამიანი, რომელსაც მსგავსი რამის ჩადენა ალბათ რაღაც ზეებუნებრივი ძალებით მოხდა დახმარება, თორემ ფიქრობ, რომ ეს შეუძლებელია მიწიერმა ადამიანმა ეს რამდენი წელიც არ უნდა გასულიყო, რა მნიშვნელობა აქვს, მან ხელუხლებლად ჩამოიტანა ის განძი, რომელიც აქ წავიდა. და მშიერ მილიონერსაც უწოდებენ ხოლმე. მშიერ მილიონერსაც უწოდებენ, მე მესმის იმ განძში დევს სხვადასხვა მსოფლიო მუზეუმები. კი, და ფილმშიც გვაქვს ეს დეტალები რა, ფილმში არის მითითებული, როცა ფაშიზმმა დაიწყო, ესე ვთქვათ, ბობოქარი ცხოვრება ევროპაში, ზუსტად ეს მომენტი ემთხვევა, როცა განძი საფრანგეთში იყო და ფაშისტებსაც მოუწიეთ და ერთადერთი პასუხისმგებლობა მე ვასრულებ მაგნუს, რომელიც უნდა წამერთა განძი და ვერ მივაღწია, იმიტომ რომ ექვთიმე უფრო მაგარი გამოდგა. და როდის დასრულდება ფილმი, თქვენ ვიდრე ჩვენ სტუდიაში შემოვიდოდით, თქვენ ახსენეთ, რომ ჯერ კიდევ მიმდინარეობს გადაღებები. დღეს გუშინ ნიკოლოზი და რამოდენიმე პროდიუსერი ლიხაურში იყვნენ, იქ საღამო შედგა, ფილმის განხილვა შედგა და გადაღებული დეტალების იქ ჩვენება მოხდა. როგორც ვიცით, რა თქმა უნდა, ლიხაურიდან წარმოშობით. და ისე სხვათა შორის რეზო ჩხიკვიშვილიც ლიხავრიდან არის წარმოშობა და უამრავი დამთხოვარია. ეს ორი სიტყვით რომ ვთქვათ. და გზაში არიან ახლა, ან უკვე თბილისში შემოვიდნენ რა, ნიკოლოზი და მისი ლაშქარის ნაწილი. დაგვჭა ნამდვილად ანუ ახლა პროცესი მიმდინარეობს გადაღებების. მუშაობის პროცესი მიდის, არა, ჯერ არ დაგვიწყე ის სამი გადასაღები დღე, იმას დავნიშნავთ, რეზო ჩხიკვიშვილი გვეტყვის იმ დღეს, როდის ჩამოდის. მე რეზოს თანხმობის შემდეგ თავისუფლდებით, ესე რა ვთქვა.
დიახ, მაინც საინტერესოა თქვენ ახსენეთ, რომ ფილმის პრემიერის ჩვენების შემდეგ, მე როგორც ვიცით, ფილმის პრემიერა თბილისში უნდა შედგეს, დაიწყება ამ ფილმის მოგზაურობა სხვადასხვა ქვეყნებში, ჩვენს დიასპორებში, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი დიასპორებისთვის, არამედ თქვენ გინდათ რომ აჩვენოთ უცხოეთში საზოგადოებებს, სხვადასხვა ქვეყნის საზოგადოებებს, თუ ვინ ვართ ჩვენ და ვინ ყავდა. რა თქმა უნდა, როგორ დაიცვა ეს საგანძური ჩვენთვის და რა უნდა გააკეთო ზოგადად მსოფლიოში ემიგრანტმა. ალბათ აი თქვენ ციტირება იყო დასაწყისში, როგორც მე დავიწყე, რომ მთელი მსოფლიოსთვის უნდა გახდეს ეს ადამიანი ცნობილი, ვინაიდან მაგალითი უნდა გახდეს თუ როგორ შეიძლება დაიცვა შენი ქვეყნის კულტურა. ეს სამშობლო სიყვარულის თემა, პირდაპირ თემა ამოდის პირველ ადგილას ექთებას როცა ვახსენებთ. ანუ სამშობლო სიყვარული. Ну, რა თქმა უნდა, ის ნიუანსი, რომ ფილმი ჯერ დასრულდება, ფილმი მალე დასრულდება, ფილმი თავის მონტაჟით და ყველაფრით, უბრალოდ ფილმმა რამოდენიმე ფესტივალზე რეგისტრაცია უნდა გაიაროს და რაღაც თავისი წესები აქვს, რომ დასაცავია. ის შემდეგ პრემიერა შედგება საქართველოში და გვინდა რომ დავგეგმოთ საზოგადოებრივი ცხოვრები ქართველები სადაც არიან, იქ მოხდეს ჩვენებები, მაგრამ არა მარტო ქართველები, რა თქმა უნდა, ის ქართველები ნაწილი დაოჯახებულია იმ ქვეყნის მოქალაქესთან თუ ადამიანთან, სადაც იმყოფება იტალია, გერმანია, საფრანგეთი, საბერძნეთი და ასე შემდეგ, ჰოლანდია, არ გამოგრჩეს. და ნაწილობრივ ნათესაური ურთიერთობა არსებობს, ხო? ამ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებთან. რა თქმა უნდა, ისინიც ჩართულები არიან და იქნებიან, როცა ჩვენება მოხდება და პირველ რიგში ალბათ ეს ნიშნავს იმას, რომ უფრო კარგად გავაცნოთ ჩვენი ქართული მხარე, ალბათ რაც იგულისხმება ექთიმეს აი ამ წარდგენაში, ამ ფილმით, რომ კი არ ვილაპარაკოთ, ბევრი დავუშვათ, ვინ ვარ, ან რა ვარ, ან რა შეგვიძლია, ან რა გვიქნია, ან რაღაც და ჩაგვიდენი. პირდაპირ მხატვრული ფილმი იყოს მისი მაგალითი და ნებისმიერი იმ ადამიანისთვის, ვინც მოვა და იხილავს ამ ფილმს, ის უფრო ახლოს მოვაკიდე ქართველობასთან რა. და ვფიქრობ, რომ ეს ერთ-ერთი რაღაცის კეთილი, კარგი, სწორი ნაბიჯი იქნება ქართული მხრიდან იმ ადამიანებისთვის, ვისაც ურთიერთობა აქვს საქართველოს. რაღაც უცნაური სიმბოლური დამთხოვებია, ვინაიდან ბატონი რეზო ემიგრაციაში 23 წელია, 25-90-იანი წლებიდან წავიდა. თქვენ რეჟისორები ცხოვრობთ უცხოეთში და ეს არის რაღაცა განსხვავებული შეგრძნება ამ თემის მიმართ, რომ არა ემიგრაცია, თქვენ დავუშვათ იბრძოლებდით ამ ფილმის გადაღებისთვის, ვინაიდან მე როგორც ვიცი, თქვენც ასე ქუჩა-ქუჩა აგროვებდით თანხებს, ვინაიდან ყავას თავაზობდით, მე ნახეს. ქონდა ღია კაფე ქონდა ლესერუდის ქუჩაზე. რაღაც აქციასავით გამართეთ. რომ ყველა შემოეწირა ეს თანხები. რა თქმა უნდა, სურვილი სამეურვე, ვისაც რა სურვილი და აი რა შეგრძნება ემიგრაციული ცხოვრებიდან რომ გადახედავთ ექთიმეს ცხოვრებას და ეს იყო რაღაც გარკვეული თქვენთვის რაღაც ინსპირაცია. ექთიმემდე მისვლა ძალიან გაჭირდება, ესე რომ ვთქვათ, ალბათ ეს რომეცადო რაღაც სპეციალურად ეს არ გამოვა ეგეთი რა. რაღაცა გაცოცხლება. მაგრამ არის კი, რა თქმა უნდა, ჩვენ ეკრანზე ვაცოცხლებთ ამას და გვინდა რომ მხატვრული სახით ვაჩვენოთ ეს ადამიანი როგორ ცხოვრობდა და როგორ გაიარა მან. იცით რატო ბატონაშა, ვფიქრობ რომ მაინც ახალმა თაობამ ნაკლებად იცის აი ეს ისტორიული ჩვენი მემკვიდრეობა, არ ვიცი ეს რა პრობლემის წინაშე ვართ ამ კუთხით, მაგრამ არ ვიცი ინტერესი არ არის, მაგრამ აი ეს თვითონ მხატვრული ფილმი მე ვფიქრობ ძალიან ბევრ ახალგაზრდას ჩააფიქრებს და შეწააკითხებს ექთიმეს ცხოვრებას და რამდენად ხმამაღლა შეიძლება ამის თქმა, ну, შეიძლება დასაფიქრებელიც არის, მაგრამ არა მხოლოდ ახალგაზრდობა, თითქმის ჩემ თაობაშიც საქართველოს ისტორია რაღაც სწავლის მიხედვით ცოტა მოიკოჭლებს. რა ჩვენ უფრო გადართული ვიყავით, ჩვენ
საბჭოეთის ნაწილი ვართ, იმ ეპოქის ადამიანები ვართ და ჩვენ რა ისტორიებიც ვისწავლეთ, დაახლოებული არის იმ ეპოქასთან, როცა ის ერთი საუკუნე გავიარეთ არასასიამოვნო პერიოდი. უბრალოდ რა თქმა უნდა, კარგია რომ ახალმა თაობამ ეს აუცილებლად უნდა იცოდეს, იმიტომ რომ ეს ის წლებია, როცა საქართველოს დაკარგა მისი ძალაუფლება და მისი თავისუფლება და რაც მეც ეცოდინება ახალ თაობას ქართულს, მით უფრო პრინციპი გაჩნდება მისი თავისუფლების, მით უფრო პრინციპი გაჩნდება განათლების მიღების, პრინციპი გაჩნდება ქვეყნის ფეხზე დაყენების და ასე შემდეგ რა. და ბევრ რამეს მოიტანს ეს ფილმი რა. პრინციპში. უბრალოდ მე როგორც ალბათ ემიგრანტი 26 წელი გადის რაც გერმანიაში ცხოვრობ და მოღვაწეობ. უბრალოდ აქ მეორე მომენტი არის, როგორც კი ყური მოვკარი რომ ნიკოლოზი აპირებდა ფილმის გადაღებას და ამ ფილმს ექთიმე ეწოდება პირველივე დღეს დაუკავშირდი და შედგა სადაც 3-4 საათი ვისაუბრეთ ტელეფონით რომ როგორ რანაირად რას და მე ჩავერთეთ მე თავარ როლებზე იყო საუბარი ყველაზე რთული იყო ექთიმეს პოვნა რამდენადაც რთულია მისი ცხოვრება რამდენადაც რთულია ამ ფილმის გადაღება რამდენადაც ყველაფერი სირთულეებში მიდის როლის შემსრულებლის პოვნაც გართულ და ეს ხო ადვილი არ არის. რომ მოირგო ეს როლი და ბატონი ნიკოლოზ ხომასურიძე შემოგვირდა ტელეფონის საშუალებით. მოგესალმებით ბატონო ნიკოლოზ, ბევრი ვისაუბრეთ თქვენ შესახებ. ძალიან დიდი მადლობა რომ ჩაგვერთვეთ. ბატონო ნიკოლოზ, თქვენ ასევე ამერიკაში მიიღეთ განათლება, იქ ცხოვრობდა, მოღვაწეობდა, ასევე საქართველოში და რა გამოწვევა ბატონო ნიკოლოზ თქვენთვის ეს თემა ექვთიმე, ვინაიდან აი ბატონმა ლაშამაც ახსენა რომ არ ვიცით რამდენად შევძელით რომ ამ პიროვნებას ჩავწდომოდით. თქვენ რას ფიქრობთ? რა არის ეს თემა თქვენთვის და რა გინდათ უთხრათ თანამედროვე ქართულ საზოგადოებას და ასევე ემიგრანტებს, უცხოელ საზოგადოებებს ასევე. გამარჯობა, დიდი მადლობა ეს კარგი თემისთვის, საუბრისთვის და ეს ჩართვისთვის. გამარჯობა ლაშა, როგორც ყოველთვის. გამარჯობა. აი ესეთი ჩართული ხარ და ძალიან მაგარია და ბედნიერი ვარ რომ ჩვენ ერთად ვახორციელებთ აი ამ უდიდეს ფილმს და ეს არ არის ჩემი სადღაც მარტო ფილმი, ჩვენთვის ეს პირადად უკვე საგანძურია. იგივე ცხოვრებას გავდივართ ფაქტიურად რაც ექვთიმემ გაიარა და აი ბოლო რამდენ 3 დღე დაგვრჩა გადაღებების დამთავრებამდე და ჩვენ ვფიქრობთ რომ რაც აი ნახავთ როგორ შევძელით ექვთიმეს პიროვნების გახსნა, ხა ჩვენ გვაქვს კონკრეტული მისი ძირითადი ფილმის ნაწილი მოიცავს ემიგრაციის პერიოდს და განძის ისტორიას. არის რამდენიმე სცენები მისი მანამდე ცხოვრებიდან, მაგრამ აი მოურჩით ახლა შავი მონტაჟი დავამთავრეთ და ბევრი საინტერესო ისეთი ფაქტი არის, რომელიც არ ამგონია ბევრმა ადამიანმა იცოდეს და ექვთიმე თაყაიშვილი ჩემთვის არის აი ყველაზე გამორჩეული ქართველი და მინდოდა რომ მის შესახებ ქონოდა აუცილებლად ფილმი, რომ ყველას ენახა ტურისტვის ღირს ცხოვრება ამ ქვეყანაზე. ქართველობა. განსაკუთრებით შენ როდესაც 9 წილად ის ბედნიერება რომ ქვია ქართველი და დაიბადე საქართველოში რაღაც უნდა გააკეთო ამ ქვეყნისთვის დასარგებლო. ეს შენი დაბადებითი ვალდებულობა მე ასე მიმაჩნია და ჩვენ ვფიქრობთ რომ იმ სასარგებლოს ვაკეთებთ რომ ვაცოცხლებთ ესეთ გამორჩეული ქართველების ცხოვრებას როგორც ექვთიმე და ისი პერიოდის გარკვეული ნაწილი იყო ადამიანების და ეს ამავდროულად ურთულებასაც გავდივართ და ექვთიმეს ცხოვრება არის მაგალითი თუ როგორი უნდა იყოს პატრიოტი და ამავდროულად ძალზედ პროფესიონალი ადამიანი თავის ქვეყანას არაფერი არ უნდა მოაკლოს და არც უნდა დაამაგლოს მე რამეს თუ აკეთებს ამ პროცესს, რაც ყველაზე მთავარია და ეს ვფიქრობ რომ ყველა ქართველის მოვალეობაა და ამითი ვართ პირადად ჩვენაც ბედნიერი რომ წინაპრებისგან გვერგო ეს ქვეყანა და ჩვენ ისე უნდა შევუნარჩუნოთ ჩვენს მომავალ თაობასაც რომ ჩვენზე არც ცუდი თქვა და თუ კარგად არ მოგვიხსენიებენ ის მაინც თქვა რომ წინაპრებმა რაც დაგვიტოვეს ჩვენ სათანადოდ გადავეცით. უდიდესი კულტურის და ცივილიზაციის მქონე ერი ვართ. ეს რთული პერიოდი გვდა ჩვენ ალბათ წილად და უნდა გავიაზროთ და კარგად დავიცვათ ეს ყველაფერი და ასევე გავხსოთ მომავალი თაობისთვის. ბატონო ნიკოლოზ, თუ დრო გაქვთ ჩვენთან დაჯით მსმენელი გველოდება და დაუთმოთ ცოტა დრო, მადაც დიახ მოგესალმებით. მოგესალმებით. ეს თემა არის ნამდვილად ეროვნული და მადლობა მინდა უთხრა
იმ მომუშავეებს, ვინც ასეთ ქმნიან ასეთ მშვენიერ ფილმს და მე რატომ გადავწყვიტე ჩართვა. აი აქ ითქვა, რომ ახალგაზრდობამ არ იცის. საიდან უნდა იცოდეს თუ არ ასწავლის. მე გეტყვით ახლა მე ძველი თაობა ვარ და საკმაოდ არის მაგის განძის გუშაგი და ასე წიგნი და მე თვითონ სანამ წიგნები გამოვიდო და ისეთ ორგანიზაციაში ვიყავით რომ მოვიწვიეთ ლექტორი და 8 საათიანი მაგრამ არა ერთ დღეს 2 საათი იყო 4 ჯერ ესე იგი ზედიზედ ვისმენდით ლექციას ეს ნამდვილად არის ეროვნული და საერთოდ ერის ღირსება, ერის წონა არის განისაზღვრება და მეთანხმებით იმით თუ რამდენი მსოფლიო მნიშვნელობის ადამიანი მისცა. ხო? აი როგორიც არის დავით აღმაშენებელი ერეკლე მეფე და ასე შემდეგ დიდგორი და სხვა მაგრამ სამწუხაროდ ეხლა არ გაგიკვირდეთ მაგრამ სამწუხაროდ ამ ფასეულობების რაღაცა ძალებით გადაფასება მიდის და ამიტომ გიხდით მადლობას რომ თქვენ შეძლებთ გადაგელახათ ეს ბარიერი. იყავით ჩვენთან ერთად და ერთად გადავლახოთ. მე ნამდვილად მე მიყვარს ჩემი სამშობლო და სამშობლო სიტყვა არ უნდა მოვიდეს ლექსიკონიდან. სამწუხაროდ არის ის ხშირად. დიდი მადლობა. თქვენ წარმატებები. ბატონო ნიკოლოზ, გესმით ჩვენი? ბატონო ნიკოლოზ, თქვენ მოიძიეთ ასევე ისტორიული ფაქტები ამ თემასთან დაკავშირებით, იგივე გალაქტიონ ტაბიძის და ექვთიმეს შეხვედრა პარიზში სიმპოზიუმზე. როგორ დააკავშირეთ და რა დოკუმენტაცია გაქვთ, ვინაიდან ეს საინტერესოა თვითონ მკვლევარებისთვისაც. თუ ეს ფანტაზიის ნაყოფი შეიძლება იყოს რეჟისორის? ჩვენ აი ქალბატონს მინდა უპასუხო ძალზე კარგი ასე ვთქვათ პასუხიც იყო და შეკითხვაც და აზრიც მის მიერ რადგან სამშობლო განუყოფელია და ჩვენ ქართველებს ვფიქრობ რომ წილად გორგო ყველაზე საუკეთესო სამშობლო სოფლიოში და მას მოფრთხილება და ასევე დაცვა და განვითარება სჭირდება და რაც შეიძლება მეტი ადამიანო ჩავერთოთ ექვთიმეზე ეს ფილმი იქნება ხალხის მხარდაჭერით უკვე 600 ადამიანი არის შემოერთებული ფინანსურად, რომლებიც ხარს უჭერენ ამ ფილმს და იქნება ეს ერთი ლარი არ არის ამაში სახელმწიფოს და ძალიანად ხალხი წარმოადგენს და ეს ძალიან დიდი გამარჯვებაა ვფიქრობ და რაც შეეხება გალაქტიონს და ექვთიმეს არ ფაქტია რომ გალაქტიონი 1925 წელს იყო პარიზში ჩასული და ექვთიმე იქ ცხოვრობდა და ეს არ ვიცით ეს მართლა შეხვდნენ თუ არა შესაძლებელია შეხვდნენ მაგრამ ფილმი ჩვენი მხატვრული არის ასე რომ ესე გადავწყვიტეთ რომ ძალიან მინდოდა გალაქტიონის გაცნობა შეხვედროდა ხო? მე და შევახვედრეთ ერთმანეთს და ექვთიმემ გამოგზავნა წერილი 1925 წელს ვუკოლბერიძეს გამოგზავნა განძის აღწერილობით რადგან განძი უკვე სასამართლოს ძალით აღარ იყო საქართველოს ანუ მათ მფლობელობაში ოფიციალურად და იყო საფრანგეთის საკუთრებაში და ეს ყველაფერი აღწერილობა თანამშრომელი საინტერესო წერილია რომელიც გამოგზავნა და ასევე ისე გავაკეთეთ რომ ვითომ გალაქტიონს ჩამოაქვს ეს წერილი ანუ ვინმესთვის ხომ უნდა გამოეტნია და შეხვდნენ თან და წერილით მერე ცხოვა რომ წამოეღო გალაქტიონს და ესეთი კავშირი გავაკეთეთ ძალზე კარგი ემოციური დიალოგი არის მათ შორის გამართული და იმედია მაყურებელი კარგად აღიქვამს ამ მომენტს. და ლაშა კანკავა ასრულებს გალაქტიონის როლს და ერთადაც გავაკეთეთ სცენარი და გალაქტიონზე უკეთესი ვინ წამოიღებდა წერილს. დიახ, მსმენელს შეკითხვა ბატონო ნიკოლოზ, დიახ მე ბოდიშ ვხდი და მადლობთ რომ კიდევ რომ ჩავთეთ, იმდრად ვიყავი მაინც გახარებული თუ აღელვებული ამ თემით რომ დამავიწყდა შეკითხვა. ისტორიული ფაქტია და ბუნებრივია ვერ გავექცევით. დე გოლის და სტალინის როლი და აი დე გოლის თუ გაქვს ნაჩვენები ძალიან მაინტერესებს მე. აი კადრი დარჩა გადასაღები. ბევრი რამ აქვს წაკითხული. თქვენც ალბათ გეცოდინებათ რომ საფრანგეთში ოქროს ბიუსტი ააგეს სტალინის. ეს არის ლიტერატურაში.
და ძალიან მაინტერესებს ეს იყოს გაშუქებული ისე როგორც იყო დადებითად და არა ისე როგორც ეხლა. დიდი მადლობა რომ მომისმინეთ და მომეცეთ შეკითხვის დასასრულებლად. ჩვენ აი სამი დღე გვაქვს დარჩენილი გადაღებების და ერთ-ერთი დღე არის სტალინის და შარლ-დე-გოლის შეხვედრა, სადაც ხდება უკვე განძის ჩამოტანის საკითხი უკვე ჩვენ სასარგებლოდ და იქ უკვე საფრანგეთმა გადმოსცა კონკრეტულად საქართველოს ამ შეხვედრის შემდეგ განძი და რა თქმა უნდა ექვთიმეს რომ სტალინის როლი განუზომელია როგორც ფაშისტებთან გაფაშტებზე გამარჯვების და ამან განაპირობა რომ საფრანგეთმა დააბრუნა ეს განძი და მეორე მაგარი ფაქტია რომ ამ განძის დაბრუნების მსგავსად იქ რუსეთსაც უბრუნდა ქონება აღებული ანუ ქართული საგანძური გახდა ის ფაქტი რომ რუსეთსაც დაბრუნებოდა და ბევრი ისეთი ფაქტია რომელიც არ არის გაშუქებული და კარგი იქნება რომ ანუ საქართველოს ბევრი რამე აქვს როგორც სხვა ქვეყნებისთვის ასევე თავის კარგი გაკეთებული და რაც თუ წარმოჩინდება კინო ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის რომ ბევრი ისტორია გაცოცხლდეს და აი ჩვენ გვინდა რომ კარგი ისტორიები გავაცოცხლოთ და აი როგორც ეს დავიწყეთ ახლა ლაშამ და ერთად ასევე ბევრი სხვა პროექტიც არის რომ ერთად ჩვენ გუნდს ბევრი კარგი ისტორიის გაცოცხლება აქვს აგეგმილი და ეს ექვთიმი არის და არც ერთი ადამიანის ღვაწლი არ იქნება დავიწყებული ჩვენ როგორც არის ისტორიულად თუ ვინმეს ამას ტიკეტი აქვს გაკეთებული არავის არ დაუკარგავთ ჩვენ პირიქით რაც უფრო წარმოვაჩენთ ჩვენთვისაც კარგი იქნება და იმ ადამიანებისაც ვინც ნებისმიერი ტიკეტი გაუკეთა საქართველოს. ბატონიკოს მობილურით გვიკავშირდება მსმენელი და იქნებ მოусმინოთ მოგესალმებით. გამარჯობათ. აი ქალბატონმა თქვა რომ ეს სტალინის და დე-გოლის სახე აჩვენეთო როგორც იყო სინამდვილეში. ეს ძალიან კარგია რომ სტალინი ჩაერთო განძის დაბრუნების საქმეში, მაგრამ ეს განძი ვისი მეშვეობით გავიდა საქართველოდან. სტალინი არ იყო იქ მთავარი მოქმედი? ვერ დაგეთანხმები. სტალინი მთავარი მოქმედი არ იყო. ის გავიდა იმ დროინდელი მთავრობის გადაწყვეტილებით გავიდა განძი. ბევრი დამოკრებია საფრთხე საქართველოს, მაგრამ განძი არასოდეს არ გასულა ქვეყნის გარეთ. ძალზე რთული მომენტები იყო იმ პერიოდში და იმ დროს მთავრობა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სახაზინო და სამუზეუმო ქონება წაიღოს და ერთ-ერთი სერიოზული თავდასხმა იყო ქვეყანაზე და იმიტომ მიიღეს ეგ გადაწყვეტილება, თორე ის რომ განძის ზიდვა ეხალისებოდათ ან უხაროდათ, ნამდვილად ვერ ვიტყვი, მაგრამ ძალიან სერიოზული თავდასხმა მოხდა, თითქმის განადგურებამდე მივიდა ქვეყანა და იმიტომ გაიტანეს განძი გარეთ. ეს ქალბატონი სხვა რამეს კითხულობს. სხვა რამის სტალინის გაქცეულიყვნენ ჩემი აზრით თუ გაინტერესებთ, როდესაც საქართველოს ქვეყნის ხელისუფლებაში ხარ რაც არ უნდა თავდასხმა იყოს შენ ქვეყანა არ უნდა დაწოვო თუ იმ ქვეყნის ხელისუფალი ხარ ეს არის ჩემი პირადი აზრი მაგრამ ისტორიულად როგორც მოხდა აი ესე იყო რა თქმა უნდა იქ თავდასხმა იყო და ის ნიკოლოზ ცალკე გეტყვი მე რაღაც ბოლშევიკებთან არის ასოცირებული სტალინი და აქედან რა თქმა უნდა ის შეკითხვაც მესმის რა თქმა უნდა მაგრამ ეგ იმის საშუალებას არ გაძლევს ჩემი აზრით რომ ქვეყანა დაწოვო და განძი გაიტანო ეს ერთი მაგრამ იმ მომენტში ფიქრობ რომ სტალინი ვერაფერს ვერ გადაწყვეტდა ის არმია შემოვიდა საქართველოში იმან თელ საბჭოთა კავშირს უბრალოდ იმ ტერიტორიებს სულ გადააწითლა ყველაფერი და არ მგონია მაგ მომენტში ქონოდა ну მოკლედ კარგი შეკითხვაც არის და პასუხიც უნდა გაეცეს რაღაც მომენტში მაგრამ შემდგომში რომ მოვალთ უფრო გასწორებულ პასუხს მოვიტანთ ქალბატონო მადლობთ შეკითხვისთვის დიდი მადლობა ბატონო ნიკოლოზ მიხედავთ იმისა, რომ მე ჩვენ როგორც ვიცით გზაში ბრძანდებით, დიდი მადლობა რომ ჩაერთეთ ჩვენთან გადაცემაში, წარმატებებს გისურვებთ და ველოდებით ფილმს. ჩამოდი ნიკოლოზ. კი. ფილმის რეჟისორი ბატონი ნიკოლოზ ხომასურიძე გვერდებოდა, დიდი მადლობა. და მარხ ცოტა დაგჩაგრეთ, მაგრამ ისეთი სტუმრები ყავს და ისეთ თემებზე საუბრობდით, რომ უბრალოდ
შეუძლებელი იყო ამ საუბრის შეწყვეტა და მაგრამ ხა თქვენთან განვავითარებთ თემას რა შეიძლება გააკეთონ ემიგრანტებმა სამშობლოსთვის ვინაიდან ჩვენ გადაცემის ძირითადი და თემა და საკითხი არის ის რომ ძალიან ბევრი ქვეყნების მაგალითსაც მოვიშველიებთ ხოლმე იგივე ისრაელის მაგალითი ამერიკის შეერთებული შტატებიდან გაგზავნილი ინვესტიციები იგივე საბერძნეთში და ასე შემდეგ რას ფიქრობთ აი დღევანდელი მოცემულობით რა შეიძლება ემიგრანტებმა გააკეთონ სამშობლოსთვის და ეს თემაც ამიტომ დაიდო ხო რეჟისორების და ჩვენი გადაცემის მთავარი არციც ეს არის არამხოლოდ ისტორიის შეხსენება და რაღაც ფაქტების გაცოცხლება. მოგესალმებით. საკმაოდ საინტერესო თემაზე იყო მსჯელობა. 6 მე არის ჩვენი მაგალითი თვითონ ემიგრაციის, სამშობლოს სიყვარულის და ამ თემატიკაზე მსჯელობა უკვე გვაძლევს ისეთ სამაგალითო მაგალითს თუ როგორი უნდა იყოს ქართველი უცხოეთში და რას უნდა აკეთებდეს შორიდან საქართველოსთვის რომ მან გარკვეული წვლილი შეიტანოს ქვეყნის შენებაში. რა თქმა უნდა, ჩვენ საკმაოდ ხშირად ვმსჯელობთ სხვადასხვა საკითხებზე თუ რამხელა ეფექტი აქვს თვითონ ემიგრაციას ქვეყნისთვის, იგივე ინვესტიციების მხრივ, მათი გადმორიცხვებით, რომელსაც პირდაპირ ეფექტი აქვს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე. ასევე მინდა აქვე ხაზი გაუსვა იმ ეფექტს, რომ ქართველები, რომელიც გაბნეულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, არის ის სახალხო დიპლომატი, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს საქართველოს ტურიზმის განვითარებას და მოიზიდოს და ხელი შეუწყოს ამით ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას. ასევე შეიძლება ითქვას ისიც, რომ კვალიფიციური განათლებული ემიგრაცია არის ყველაზე დიდი ფუნდამენტი ჩვენი ეკონომიკური განვითარებისთვის, რომელიც დღესდღეობით მათი ცოდნით შეუძლიათ ქვეყნის აღმშენებლობის გზაზე საკმაოდ დიდი წილი მოახდინონ, იგივე აი პირდაპირ უცხოური ინვესტიციების გაძლიერებაში, ვაჭრობის განვითარებაში, იმპორტის ექსპორტის განვითარებაში, იმიტომ რომ ქართულ პროდუქციას ესაჭიროება უცხოეთში პოპულარიზაცია. სწორედ აქაც ვხედავ იმ წვლილს, რომელსაც ემიგრანტებს შეუძლიათ საკმაოდ სერიოზული წვლილი შეტანა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის. რა თქმა უნდა, ეს არის ის ძირითადი ეფექტები, რომელიც შეგვიძლია ჩვენ თვითონ თითოეულ ჩვენთაგანს, რომ ვიყოთ აქტიურად ჩართული ქვეყნის მშენებლობაში. სიმბოლურია ესეც, რომ დღეს 13 ივნისია ძალიან რთულია დღის გახსენება, მაგრამ ამავე დროს ჩვენ დავინახეთ ძალიან დიდი სოლიდარობა ემიგრანტებისთვის. არავის არ დაუალებია მათთვის, არ მოუთხოვია არც თანხა, არც მორალური მხარდაჭერა და მათ გამოხატეს ეს ჩვენ ფაქტები გვაქვს გადაცემების სახით, თუ როგორ რიცხავდნენ თანხებს, ქმნიდნენ ადგილსამყოფელ ქვეყნებში ფონდებს, მათ შორის სტუდენტები აკეთებდნენ და უცხოელი სტუდენტები ეხმარებოდნენ მათ და ეს იყო არ ვიცი მაგალითი იმის რომ გენეტიკურად გვაქვს ეს მხარდაჭერა ასეთ რთულ სიტუაციებში ქართველებს ეს ნამდვილად შეიძლება ასე ითქვას რომ დიდი ძალა იყო ნამდვილად როდესაც იქ უცხოეთში ცხოვრობ სხვანაირად ტკივა სამშობლო სხვანაირად ფიქრობ მასზე და სხვანაირად გული შეგტკივა და ფიქრობ იმაზე თუ რითი შეგიძლია დაეხმარო როდესაც ესეთი რაღაც სტიქიური უბედურება ან ომის სიტუაცია ან რაღაც გაჭირვების სიტუაცია იქნება თითქმის ყველა ლაშქარი იკვრება ერთ გუნდად მე მახსენდება 2008 წელი მახსენდება ასევე სტიქიური უბედურება რაც 2 წლის წინ განვითარდა ჩვენს ქვეყანაში რამაც ძალიან დიდი ზიანი მიაყენა თვითონ გარკვეულ ინფრასტრუქტურას ასევე ზიანი მიაყენა ზოოპარკის ცხოველების და დაიღუპა 19 ადამიანი, რომელიც შეეწირა მწვერვლად, დაინგრა თითქმის 100-მდე ოჯახის
ყველანაირი სახკარი დაენგრა. ამ დროს იქნებოდა საზოგადოებები ჩვენთან ჰოლანდიაშიც გარკვეული შემოწირულებების სახით იყო განგაში, რომ რითი შეგვეძლო ჩვენ დავხმარებულიყავით ჩვენთან ამ მოძმეებს იკრიბებოდა ვისაც რა შეეძლო იგივე ყველანაირი მატერიალური სახლების საშუალებით და ასევე ჰუმანიტარული დახმარებების სახით კონტეინერების სახით დახმარება იყო 2008 წელს, როდესაც ტოლილების საკითხი იყო დამდგარი, მაშინ თითქმის ყველა ემიგრანტი მონაწილეობდა მასში აქტიურად, რომ როგორმე რამენაირად ყველანაირი მატერიალური ძალები მოეხდინა მათი ასე ვთქვათ შეგროვება, რომ როგორმე დახმარებოდა ქვეყანას, როგორც მატერიალურად, ასევე სულიერად, ასევე ინფორმაციულად, რადგანაც ეს იყო სხვა პოზიცია, როცა ჩვენ ქვეყანას ჭირდებოდა დახმარება და ასევე ზუსტად 13 ივნისი, როგორც მახსენდება ქვეყანა, როდესაც იყო მძიმე სტიქიური უბედურების მსხვერპლი. რა ვიცი, იყო საკმაოდ ესენი სტუდენტები ძალიან აქტიურად ჩართული, ყველა ემიგრანტი, ვინც იქ ცხოვრობს, გადმორიცხვები არსებობდა, საზოგადოებრივი ინფორმაციის გაცვლა არსებობდა. სწორედ ასეთი დახმარების საკითხი დადგა, იგივე ჩვენი დათვების დახმარებასთან შეიქმნა დათვების დახმარების საზოგადოება, რადგანაც საჭიროებოდა ზოოპარკს დახმარება, დაიღუპა ბევრი ცხოველები. ზოოპარკიდან იქნა დაახლოებით 24 მაიმუნის გადმოყვანა ჰოლანდიიდან უშუალოდ დახმარების სახით, რომ რაღაცნაირად ხელი შეეწყო. შევსებულიყო. არა, ეს ემიგრანტი იცით რა საერთო საზოგადოებრივი ინფორმაციის მალე მიტანა. ინფორმაციის მალე მიტანა და რა თქმა უნდა ფოკუსირება, რომ მომხდარიყო კონცენტრირება და მომხდარიყო დახმარება ამა თუ იმ ბატონო ლაშა, თქვენ მიხვდით იმისა, რომ მოღვაწეობთ უკვე არც ვერ გავაცანით თქვენი ბიოგრაფია მსმენელებს, ისეთი თემა იყო. წლებია, როგორც ვიცი, რომ რას ამბობთ, ძალიან დიდი დროა. თქვენი ცხოვრების 26 წელი გატარებული გერმანიაში, მაგრამ მიუხედავად ამისა, გინდოდათ გეთქვათ თქვენი ცხოვრების ნახევარი. არა, მე-4 26 წელი. ძალიან შეგნებული ცხოვრება ახალგაზრდობ. უბრალოდ ერთი ის არის, რომ მე წელიწადიც არ გასულა, რომ მე სამშობლოში ერთხელ მაინც არ ჩამოვსულიყო ამ წლების განმავლობაში. ერთი წელი თქვენ ჩამოდიოდით პროექტებით, მე გავდავხედე თქვენ ბიოგრაფიას, გვაძლევს რაღაცნაირად ინტერნეტი ამის საშუალებას, მოვიძია ინფორმაციები და ძალიან ბევრ პროექტში იყავით ჩართული და ეს არ ეხებოდა ფილმებს, იყო გარკვეული შოუები, არის ასევე სამოსელი პირველი ზაზა მარჯანიშვილის პროექტში ძანდებით ჩართული და ორიოდე სიტყვით ამის შესახებ, ვინაიდან ეს არის კულტურის ბრენდირება საზღვარგარეთ და საქართველოში ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ საუბრობდა მაგალითად მარეხი ეკონომიკის განვითარებაზე და ქართული სასაქონლო პროდუქციის ბრენდირებაზე უცხოეთში და ჩვენ კულტურის ბრენდირება ყველაზე უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან ჩვენ კულტურით ვიწონებთ ყველგან თავს და ეს არის ჩვენი ბრენდი კულტურა. ნუ რაც შეეხება 2008 და 2015 წლის 13 ივნისს 2008-ში ძალიან დიდი თანადგომის საღამო მოეწყო ლუქსემბურგ, გერმანია, საფრანგეთის საზღვარზე დაახლოებით 2000-მდე ადგილობრივი ესწრებოდა ამ საღამოს და საქართველოდან წაყვანილი მყავდა დაახლოებით 70 ხელოვანი და რის საფუძველზე შედგა ეს საღამო, ტელეფონისება და შემდეგ. ნუ რაც შეეხება 2 წლის წინანდელ სტიქიას რა თქმა უნდა, ჩვენგან მაგ მომენტში, როცა აქ არ ახარ, ფიზიკურად ვერ ეხმარები, ეგ ნიშნავს იმას, რაც შეგიძლია და ეს არის მატერიალური მხარე, რითაც შეგიძლია დაეხმარო და რაღაც, მაგრამ ნუ მე მადლობას ვეტყვი ახლა იმ ახალგაზრდა თაობას, რომელმაც არ დაიშურა არანაირი ძალა რაღაც ესეთი შეგრძნება გამიჩნდა ახლა რა, მინდა რომ მადლობა იმისთვის კი არა რომ სამშობლოს გვერდში დაუდგნენ, მადლობა იმისთვის რომ ჩვენ თაობები ყავს, ესე იგი რომლებიც თავის ქვეყნისთვის იბრძვის და ასე შემდეგ. აი ეს მხოლოდ კი და აი ეს არის ალბათ მადლობა როგორ უნდა უთხრა ადამიანს, როცა სამშობლო უყვარს, ეს ეგრეც უნდა იყოს. რაც შეეხება იმ ნაწილს მე თითქმის
2000 წლიდან ყოველ წელს ერთხელ ვაკეთებ რომელიღაც ქვეყანაში საქართველოს პრეზენტაციას. რა თქმა უნდა, რაღაც მომენტში ჩემი ძალებით, რაღაც მომენტში პარტნიორი ევროპელი ქვეყნების წარმომადგენლებით ძალიან იშვიათად მიწევს ქართველები მხრიდან. ჩემპიონატზე შეიტანეთ ქართული ელემენტები, ეს არ შევეცვალე. ქართული ელემენტები არ შევიტანე UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის გახსნაზე 2009-ში. დიდი კასტინგი მოაწყო თბილისში 500 ახალგაზრდა გოგონასგან 70 ამოვარჩიეთ და ქართული გოგონებით ჩავედით რომში და მათ შეასრულეს რომაელ მებრძოლ ქალთა რაზმების მსგავსად ქორეოგრაფიული ნაწილი და ეს ქორეოგრაფია თლიანად ქართული იყო, იმიტომ რომ მე ვიყავი სამხატვრო ხელმძღვანელი მაგ პროდუქტის. ესე იგი თქვენ შეგიტანეთ და რო დამთავრდა თამაში, როგორც კი თამაში რო დასრულდა, სადღაც 70-მდე გაზეთმა დაბეჭდა. რომ ესენი იყვნენ ქართველები და ქართველებმა გახსნეს ჩემპიონთა ლიგის ფინალი და ეს ფინალი არის 2 მილიარდამდე ტელევიზიის მაყურებელი 2 მილიარდამდე რიცხვი ადის და 2 მილიარდმა ადამიანმა 7 წუთში ნახა ქართული ქორეოგრაფია ქართული გოგონების შესრულებით. ეს იყო ის რაზეც ახლა ვსაუბრობთ. და მაგის გარდა ჩვენ კიდევ 2 ჩემპიონთა ლიგის ფინალი გავხსენით, ალიანს არენაც გავხსენით, ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზეც ვიმუშავეთ და შემდეგ ძალიან ბევრი ნაშრომი გვაქვს. რაც შეეხება ქართულ მხარეს, ახლა მე მარტო თუ წარმოვადგენ საქართველოს პრეზენტაციას, არ მგონია რაღაც მე ერთი ვარ და უბრალოდ წვლილი მიმიძღვის ხოლმე, სადაც ქართველებს მოუყრი ხოლმე თავს. მაგის გარდა დუსელდორფში ძალიან დიდი საღამოები გვაქვს გაკეთებული, სადაც დასავლეთ ევროპის ეპარქია ჩართული და ძალიან გვერდით უდგას ქართველობას, სადაც პრინციპში ქართველები ძალიან ბევრნი იქ იკრიბებიან. პარალელურად მივდივართ, მე ძალიან ხშირად პარიზში მიწევს, ლუქსემბურგში მიწევს და ასე შემდეგ. ნუ ზაარბრუკენში სადაც მე ვცხოვრობ, ვიცით 40 წლიანი ისტორია გვაქვს მეგობრობის და ასე შემდეგ. დიდი მადლობა 2 წუთი ჩვენმა რეჟისორმა დაგვიმატა. დიდი მადლობა ჩვენ რეჟისორს ამისთვის. თუმცა საინტერესო სტუმრები რომ მყავხართ, ეს იყო მიზეზი. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის და არ ვიცი ბატონლაშა, მე იმედია როცა ჩამობრძანდებით საქართველოში, ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნებით მომავალში და დეტალურად ვისაუბრებთ ამ თემაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თემები, რომლებიც არ დასრულდება მანამ ვარ. და საქართველოს ნამდვილად ჭირდება დიდი რეკლამა, უფრო მეტი მსოფლიოში. და ამ გადაცემის სტუმრები იყვნენ კინორეჟისორი, გერმანიაში მცხოვრები ლაშა ონიანი, რომელიც 26 წელია გერმანიაში მოღვაწეობს და ცხოვრობს და მარხ ტოგონიძე, ჰოლანდიაში მცხოვრები ქართველი, რომელსაც იგივე წლები აკავშირებს ჰოლანდიასთან. ამ გადაცემის მოსმენა შეგიძლიათ ინტერნეტის საშუალებით რადიო 1G დაგვიკავშირდით, გაგვიზიარეთ თქვენი შენიშვნები და წინადადებები. გადაცემის ავტორი ნანა ლომიძე, ხმის რეჟისორი თინათინა სამბაძე და წამყვანი იამახარაძე, გემშვიდობებით. მიგრაციის მარშრუტები.